ამაზე გემრიელი რა შეიძლება რომ მირთვათ? მე მართლა როდესაც საკონდიტრო კურსებს გავდიოდი, ამ რეცეპტის შესწავლისას ფიცი დაგვადებინეს, რომ არავის არ გავუზიარებდით. ხო და მეც ჩემ ბლოგზე ვდებ, მაგრამ თქვენ საიდუმლოდ შემინახეთ. რა თქმა უნდა, ყველაზე ბიუჯეტურად ორნებიში მოვიმარაგე ინგრედიენტები, თავად ვეწვიე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ წლიური მიტანის სერვისით ისარგებლოთ, რომელიც სულ რაღაც 59 ლარი და 99 თეთრი ღერს. მოკლედ, ეს ტორტი 3 კომპონენტისგან შედგება და სამივე დამოუკიდებლად შეგიძლიათ ნებისმიერ სხვა დესერტს მოარგოთ. თაფლის ფირფიტები, მოხარშული ხავერდოვანი კრემი და მოცხარის კონფი. პროპორციებს დაგიტოვებთ აღწერაში, ახლა კი მთავარ წესებზე ვისაუბროთ. რაც უფრო დიდხანს გექნებათ ცეცხლზე ცომი, მით უფრო მუქი შეფერილობის იქნება. მომზადებისა და მოზაულის შემდეგ აუცილებლად დაასვენეთ მაცივარში. რაც შეეხება კრემს, სიმინდის სახამებლით მომზადებული კრემი ბევრად უფრო მსუბუქი გამოდის, ვიდრე ფქვილით მომზადებული. ხელსვე შეგიძლიათ კარაქი დაუმატოთ, გამოდის არაჩვეულებრივი. ეს გაყინული კენკრა ზორნაბიჯში შევიძინე, ისევე როგორც კენკრის ასორტი, საყინულში შეგიძლიათ მოიკითხოთ. ცომა დაისვენა. გავაბრტყელეთ ძალიან თხლად და 180 გრადუსზე ვაცხოთ დაახლოებით 5 წუთი. ახლა მივუბრუნდეთ ჩვენს ჰაეროვან ხავერდოვან კრემს. ჯერ მიქსერით დავამუშაოთ და შემდეგ ცივი ნაღები შევათქვიფოთ. აი ესეთი ხავერდოვანი და უგემრიელესი კრემი მივიღეთ. და რად გვინდოდა კონფი, როცა თაფლის ნამცხვარს მომზადებთ, ახლა გაჩვენებთ. ტორტი ავაწყოთ ფენა, ფირფი და კრემი, კონფი. სპირალისებური მეთოდით. ასე მივიღებთ უზომოდ ლამაზ ჭრილს. შემდეგ მე ვაკრავ გარედან გრინს და ვუშვებ მაცივარში სტაბილიზაციისთვის. რამდენიმე საათში კი ნაფხონებით მოვრთავ. ზემოდან კენკრა ძალიან მოუხდებოდა, მაგრამ ვინაცა და უზომოდ გემრიელი. გამიხარდება თუ თქვენც მოამზადებთ.